მოგესალმებით ეთერშია დასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეების მარია მელიავა გაგაცნობთ. დღეს 26 მაისია და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა. შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა. 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად მოსახლეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ქვეყანამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაიბრუნა. 1991 წლის 9 აპრილს ძალაში შევიდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კენიის რესპუბლიკის პრეზიდენტ უილიამ რუტოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრესამსახურის თანახმად შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობას და ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოს. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ დინამიკაზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც საქართველოს ინვესტორებს მრავალმილიონიან ბაზრებზე წვდომის თვალსაზრისით სთავაზობს. პრემიერ-მინისტრმა კენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღნიშნულია პრეს-რელიზში. შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ. აბსოლუტურად მისასალმებელია ის ინიციატივა, რომელიც გაახმოვანა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში. ბუნებრივია, ჩვენ დიდ ყურადღებას მივაქცევთ ამ სამმართველოს შესაბამისი დანაყოფის ეფექტიან მუშაობას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველოს შექმნის თაობაზე. კობახიძის მოსაზრებით სიძულვილის გაღვივებას უნდა დაუპირისპირონ სამართლებრივი მექანიზმები. ეს არ არის მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი მოვლენა. ყველა ქვეყანაში, სადაც იგივე ძალებით ცდილობენ ჩაერიონ ადგილობრივ პროცესებში, ყველგან ვხედავთ სიძულვილის გაღვივების ერთი ხელწერით დანერგილ ამ ცდილობებს. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ძალიან მკვეთრი დაპირისპირება და ზუსტად ამას ემსახურება ის ინიციატივა, რომელიც გაახმოვანა, განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. 6 წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნული. მათივე ცნობით, ბაქოში ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანულ მხარესთან გაფორმდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი, რომლის თანახმად ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა. მთავრობის განმარტებით დოკუმენტს ხელის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა მოაწერეს. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და ამ კონტექსტში ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორის კომისიის როლს. ქართულმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა უახლოეს მომავალში უმასპინძლოს კომისიის მომდევნო სხდომას. ვერც ერთი მთავრობა რაც არ უნდა წერილებით წეროს, ევროპას შეურაცხყოფა მიაყენოს, მოსახლეობას რეპრესიული კანონებით დაემუქროს, ვერ გაწყვეტს ჩვენს კავშირს ევროპელ პარტნიორებთან და ვერ ჩაკეტავს საქართველოს ახალი კედლის აშენებით. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს, რითაც ეხმაურება ბრიუსელში ხაზარაძეების ფონდის მიერ ისტორიული შენობის ეგიდიუმის შეძენას, სადაც პირველი ქართული მულტიფუნქციური კულტურული სივრცე განთავსდება. ზურაბიშვილის თქმით, გამარჯვების გზაზე ასეთი სივრცე თავის ფუნქციას წარმატებულად შეასრულებს. გილოცავთ და გისურვებთ წარმატებას ჩვენ სასიკეთოდ. გამარჯვების გზაზე ასეთი სივრცე თავის ფუნქციას უთუოდ წარმატებულად შეასრულებს, წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. ლელო ძლიერის საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს დანიის სამეფოში მიმდინარე პროცესები ნაკლებად აინტერესებთ და მთავარი ყურადღება ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზია. როგორც მან პალიტრანიუსის გადაცემაში რეზიუმე აღნიშნა, ხელისუფლება საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობს მაშინ, როცა მოქალაქეებს ელექტროენერგიისა და საწვავის გაძვირება, ასევე კორუფციის საკითხები აწუხებთ. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის მხრიდან დანიის თემაზე გაკეთებული განცხადებების შოკის ეფექტის შექმნას ემსახურება. დათუნაშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებები საზოგადოების ყურადღების გადატანას ემსახურება და მოსახლეობისთვის მთავარი საკითხი კვლავ ფასების ზრდაა.
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალი მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყებას ულოცავს. როგორც საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, განათლება ადამიანის თავისუფლების საფუძველია. დღესთვის მხოლოდ სკოლის დასრულების დღე არ არის, ეს არის ახალი გზის დასაწყისი. დღე, როდესაც ცხოვრების ერთი ნაწილი სიყვარულით, მოგონებებითა და მადლიერებით იხურება, ხოლო წინუსასრულო შესაძლებლობებით სავსე მომავალი იშლება. განათლება ადამიანის თავისუფლების საფუძველია. სწორედ განათლება აძლევს ადამიანს ძალას, დაიცვას საკუთარი ღირსება, იპოვოს საკუთარი ხმა და შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ, ამიტომ თქვენი უფლებაა. გქონდეთ თანაბარი წვდომა ცოდნაზე, განვითარებაზე და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ღირსეულ მომავალს ქმნის. სახელმწიფო ვალდებულია თითოეულ თქვენგანს შეუქმნას გარემო, სადაც ნიჭი, შრომა და თავისუფალი არჩევანი დაფასდება. ქვეყანა ძლიერდება მაშინ, როცა ახალგაზრდებს უსმენენ, მათ განვითარებაში დებენ რესურსს და სჯერათ მათი შესაძლებლობების. აღნიშნულია ინფორმაციაში. სურსათისთვის განკუთვნილი პლასტმასისგან დამზადებული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის თაობაზე მთავრობის მიერ დამტკიცებული მოთხოვნების დარღვევაზე სანქცია წესდება. შესაბამისი ინიციატივით პარლამენტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიმართა. ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომლის გათვალისწინებით საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით. იგივე ქმედების გამეორებით ჩადენა კი გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით. როგორც მთავრობა განმარტავს, სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის მოხმარება წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკს როგორც გარემოსთვის, ისე ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ხოლო მისი გამოყენების შემცირება და შესაბამისი ალტერნატივების გამოყენების დანერგვა აუცილებელია მდგრადი განვითარების მიზნებისა და გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად სკოლებში საგანმანათლებლო კამპანიას განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია, ნათქვამი სააგენტოს წარმომადგენლობა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები ამჯერად სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან გამართეს. პროექტის მიზანია მოზარდებმა მიიღონ საბაზისო ცოდნა თავისუფალი კონკურენციის პრინციპებზე და ისწავლონ საკუთარი უფლებების დაცვა. მსგავს შეხვედრებს ახალგაზრდებში ეკონომიკური და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით პერმანენტულად ახორციელებს. ნათქვამია ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ევროკავშირმა და უკრაინამ 8 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ევროკავშირმა და უკრაინამ ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტის პარაფირება მოახდინეს, რომელიც 8 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. აღნიშნული მაკროფინანსური დახმარება ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ნაწილია. ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა მოაწერა. ახლა დოკუმენტის რატიფიკაცია უკრაინის უმაღლესმა რადამ უნდა მოახდინოს. რუსეთი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის ყველაზე პირდაპირ საფრთხედ რჩება. ის უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი აგრესიის ომს აგრძელებს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა. მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები შვედეთის ქალაქ ჰელსინგბორგში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერის საკითხი იქნება. ჰელსინგბორგში ჩვენ განვიხილავთ უკრაინისადმი ჩვენს მუდმივ მტკიცე მხარდაჭერას. ანკარის სამიტის კიდევ ერთ პრიორიტეტს. უკრაინის უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია ჩვენს უსაფრთხოებასთან. მინისტრები განიხილავენ თუ როგორ უზრუნველყოთ, რომ უკრაინის მხარდაჭერა არსებითი, მდგრადი და პროგნოზირებადი ხასიათის იყოს და რომ ეს უკრაინის მოთხოვნებზე იყოს დაფუძნებული, აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას ცნობით უნგრელ კოლეგა ანიტა ორბანთან ერთად ონლაინ ფორმატში უკრაინელ და უნგრელ ექსპერტებს შორის ეროვნული უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყო. უკრაინა სერიოზულად განიხილავს ეროვნული უმცირესობების უფლებების საკითხს და ერთგულია იმის, რომ ის ევროპული სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფილი იყოს. გვესმის, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, განაცხადა სიბიგამ. ასევე მისი თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის სტრატეგიულ ინტერესებში შედის. ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა დროა მყარი საფუძველი შექმნათ, რათა ევროკავშირთან მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გაიხსნას. აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. რუსეთი კიევის აგრესიული რიტორიკის ფონზე გააგრძელებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას მანამ სანამ თავის მიზნებს არ მიაღწევს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ზელენსკის აგრესიული განცხადებების ფონზე ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და გავაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას იქამდე, ვიდრე ჩვენს მიზნებს არ მივაღწევთ, აღნიშნა პესკოვმა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.